მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დიდი ხნის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით და ჩაგიწერთ დღეს საინტერესო საჯარო გაშლას თემაზე რა სასიხარულო ცვლილებები მოხდება თქვენ ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში, ხო, ამ ახლო დროის განმავლობაში. ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვან წერტილში ვიმყოფებით 17 თებერვალს იქნება ახალმთვარეობა და პლუს მზის დაბნელება და ასევე ჩინური კალენდრის მიხედვით დაიწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი და ეს თლიანად ეს დაბნელებების დერეფანს წოდებენ ამ მომენტს, ხო, რომელიც გაგრძელდება 3 მარტამდე და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს 17 თებერვალს არსებული მზის დაბნელება პლუს ახალმთვარეობასთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, შეგვეხება ყველას, ყველა ვიგრძნობთ, უბრალოდ ყველასთან სხვადასხვა სახით და სხვადასხვა ასპექტებით. და ყველას, ვინც ახლა ისმენს ამ ვიდეოს, ან მოისმენს ამ პერიოდის განმავლობაში, გისურვებთ, რომ თქვენთვის მაქსიმალურად დადებითად წარიმართოს ეს დაბნელებების კორიდორი, დერეფანი იგივე. სწორად რო თქვა ქართულად და რა ვიცი, შვიდობიანად გაგვევლოს, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს ყველას. ხო, ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს გაშლას, ჩვენს საჯარო გაშლას. გვექნება მარტო ერთი პოზიცია დღეს, არ იქნება 2-3 პოზიციები, მარტო ერთი საჯარო ზოგადი გაშლა. რადგანაც საჯაროა, მაინც ზოგადია ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცები არ დაემთხვევა. ხშირად არის, რომ რაღაცეები ემთხვევა, ზოგი წერს კიდეც, რომ ძალიან რეზონირებს, ხო? თუნდაც ერთი პოზიციანი გაშლაც კი. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ ყველა იპოვით თქვენთვის ისეთ ინფორმაციას, რაც დაგეხმარება თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე. ახლა მე ვფოკუსირდები თქვენს თავზე, თქვენს ენერგიაზე, რადგანაც ბევრი სხვადასხვა ადამიანი უყურებს და მოისმენს ამ ვიდეოს. შევქმნი ესეთ უსაფრთხო ენერგეტიკულ გარემოს ჩვენი გაშლისთვის და შემდეგ დავიწყებ და მანამდე თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირდეთ თქვენს ენერგიაზე, თქვენს ცხოვრებაზე, საკუთარ თავზე. დავიწყოთ. ნახოთ დასაწყისისთვის თქვენი სიგნიფიკაცია. თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე. ეს იმისათვის, რომ ზუსტად იგრძნოთ. თქვენია ეს გაშლა თუ არა, ხო? სიგნიფიკაცია ჩვენი სმენელების და მაყურებლების ახლა. თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო? თქვენი სიგნიფიკაცია, რა ხდება თქვენში? რა მომენტებში ხართ, თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე ხართ, ხო? აიწონა მოგვივიდა. ნახოთ. საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტში იმყოფებით, საკმაოდ ტრანსფორმაციულ ფაზაში ხართ, სადაც რაღაცების დასრულება ხდება. რაღაცების დასრულება თქვენს ცხოვრებაში, შემიძლია აქ ისიც აღწერო, რომ ვიღაცეები შესაძლოა განიცდიან ამ ფაზას შემდეგნაირად. ფსკერზე ვარ. მეტი ქვემოთ არ ვიცი რა უნდა იყოს, ხო, ვიღაცამ შესაძლოა ასეც კი დაახასიათოს ეს ფაზა და ეს ეტაპი, რომ იმის ქვემოთ მეტი არ ვიცი რა უნდა იყოს, მეტი ქვემოთ სად უნდა ჩავიდე. ვიღაცებს აქ შესაძლოა ახლა უჭირდეთ, რადგანაც არ არის ეს მარტივი ტრანსფორმაციული ფაზა, რაღაცები საერთოდ სრულდება და იცვლება თქვენ ცხოვრებაში, თქვენშიც ძალიან დიდი ცვლილებები არის და ეს იწვევს შიშს, რომ გავუშვა ეს ყველაფერი, შიშს, რომ წავყვე ამ ცვლილებებს, შიშს, რომ მივენდო ამ სიტუაციებს, ხო? და ეს არ არის მარტივი. კიდევ რა ხდება აქ თქვენში ახლა ამ ეტაპზე? ბევრი თქვენგანი არის გზის გასაღარზე. პირდაპირ ხო, გზის გასაღართან დგას, ასე რომ ვთქვათ. სადაც არის ახალი შესაძლებლობები, ხო? ან ეს შესაძლებლობა, ან ის შესაძლებლობა. ან ეს გზა, ან ეს გზა. ან ეს არჩევანი, ან ეს არჩევანი. არჩევნის წინაშეც დგახართ, რომ აირჩიოთ ახალი თუ დარჩეთ სადაც ხართ, ხო? რაღაც ისეთი გადამსვლელ საფეხურზე იმყოფებით თქვენი ცხოვრების, სადაც მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან ახლა და ამ წუთას თქვენთვის. ან წავალთ ასე, ან წავალთ ასე.
და ეს არის ესეთი მთავარი კრიტიკული წერტილიო, რო იტყვენ. ეს არის ის მთავარი კრიტიკული წერტილი, რაშიც ახლა იმყოფებით. და ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ რთულია ზუსტად, გადაწყვიტო ზუსტად. მიხვდე, იმიტომ რომ ვიღაცებს შესაძლოა ჰქონდეთ ის პოზიციაც, რომ არ ვიცი როგორ, რანაირად, სად, რა მინდა, საერთოდ როგორ რა გავაკეთო, ხო? ვიღაცები შესაძლოა ტოტალურად ცხოვრების შეცვლაზეც ფიქრობდნენ. და ერთი სიტყვით ბევრი მსგავსი მომენტი არის აქ, მაგრამ აქ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტში ხარ თქვენი ცხოვრების, სადაც ცვლილებები გზაშია თქვენთან. უბრალოდ იმისათვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, ბუნებრივია თქვენგანაც აქ სასურველია და საჭირო რაღაც გარკვეული რომ რაღაც გარკვეული რესურსი ჩადოთ, გაწიოთ, ხო, რაღაც ქმედებები განახორციელოთ, რომ ეს ცვლილებები ბუნებრივია გავაქტიუროთ. ეს მომენტი გვაქვს აქ. ძალიან გამერყა ეს შტატივი. ხო. კარგი, ეს გასაგებია ჩემთვის პრინციპში, ხო? და მოდით მაშინ გადავიდეთ უკვე იმ საკითხზე, რისთვისაც შევიკრიბეთ აქ. ნახოთ, აბა ამ ახლო პერიოდის განმავლობაში, ამ ახლო დღეების განმავლობაში, ხო, მაქსიმუმად ავიღოთ 10 დღე. ამ ვიდეოს ჩართვიდან და მოსმენიდან მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში რა მთავარი სასიხარულო ცვლილება მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რა მთავარი სასიხარულო ცვლილება მოხდება თქვენს ცხოვრებაში. აქ ასე ვიტყვი, ვისთვისაც აქტუალური იყო კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებული საკითხი, ხო, მაგალითად ვიღაცას ელოდებოდით თქვენს ცხოვრებაში, პიროვნებას გულისხმობ, ვიღაცა შესაძლოა სიყვარულს ელოდებოდა, ვიღაცა რაღაც შემოთავაზებას ელოდებოდა, ვიღაცა შანსს ელოდებოდა, ვიღაცა ადამიანს კი არა სიტუაციას ელოდებოდა, ხო? ამიტომ აქ მოარგეთ იმ ვითარებებს, რაც თქვენ ცხოვრებაში ახლა აქტუალურია. რადგანაც ეს საჯაროთა ზოგადი გაშლა, თქვენს ინდივიდუალურ სიტუაციებს და მოვლენებს მოარგეთ, რასაც ახლა ვიტყვი. ვინც ელოდებოდა სიტუაციებს, ეს არის სიტუაცია ან სიტუაციები, სადაც მე მაქვს რაღაც პერსპექტივა, მე მაქვს რაღაც სტაბილობა, მე ლაღად ვგრძნობ თავს, მე აღარ ვღელავ, რაღაცა მძიმე დავხურე და всё, მაქვს შესაძლებლობა, რომ ახლა რაღაცა ჰერი, ლაღად სასიამოვნოდ წარმართო ჩემი სიტუაცია, ჩემი ცხოვრება. ვინც კონკრეტულ ადამიანს, მაშინ ამ კონკრეტულ ადამიანთან ერთად რო განვითარდეს სიტუაცია, იყოს უფრო ლაღი სასიამოვნო სიტუაციები, თუ იყო რაღაც მესამე ფაქტორები, რომ ეს მესამე ფაქტორები მოიხსნას, ხო? ასე რომ აქ ვისთვის რა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ სასიხარულო ცვლილება არის ის, რომ რაღაც მძიმე, რაც იყო აქამდე და ფუქსაობდით, ვერ ხდებოდა წინსვლა, ვერ ხდებოდა განვითარება ან სიტუაციის, ან ურთიერთობის, ან რაღაც კონკრეტული მოცემულობის, ხო? ეს საბოლოოდ იცვლება. კარგი, კიდევ რა არის აქ სასიხარულო ცვლილება? თქვენ აქ ღებულობთ იმას, რაზეც ოცნებობდით, აქ რაზეც რისი სურვილიც გქონდათ აქ, ძალიან გინდოდათ რაღაც ან შეჰნატროდით, ან შესაძლოა აქ რაღაც მანიფესტაციებსაც ატარებდა, არ ვიცი. იღებთ იმას, რასაც დიდი ხანია შენატროდა. კი, რასაც დიდი ხანია ელოდებოდით, ან შენატროდით, ან ასე ახლა უნდა მოხდეს, ხო, თითქოს ამ რაღაცას იზიდავთ აქ. მე არ ვიცი ეს რა არის, იმიტომ რომ აქ საჯარო გაშლა, ამიტომ ყველასთვის სხვადასხვა რაღაც იქნება. ბუნებრივია, ყველასთვის ერთი ვერ იქნება აქ, ხო? მაგრამ თავარია, რომ ეს ისეთი რაღაც არის, რაც თქვენ გახარებთ და რასაც მოაქვს სიხარული თქვენთვის, ხო? ეს არის პირველი ესეთი სასიხარულო ცვლილება, რაც მოხდება ამ დღეების განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. კარგი, ეს რას მოგიტანთ თქვენს ცხოვრებაში? ეს სასიხარულო ცვლილება. გარკვეულობას, ახალ ჰორიზონტებს მზეს. იმიტომ რომ მანამდე იყო შფოთვა, მანამდე იყო გაურკვევლობა, მანამდე იყო ღელვა და როგორც თქვა სწორად ღმერთო. მღელვარე. მანამდე იყო მღელვარე სიტუაცია, ასე რომ ვთქვათ. აღელვებულები იყავით, იყო გაურკვეველი, სად, როგორ, რანაირად რა მინდა, ხო, რაღაც ვერ ხდებოდა ის სიტუაციების აკინძვა ან წარმართვა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ. და
ამასთან დაკავშირებით იყო ბევრი შფოთვა. მომენტში უიმედობაც, რომ ახლა არ გამოვან, ვერ გამოვან, რა ვიცი. ვიღაცამ შესაძლოა საერთოდ დააპაუზა რაღაც კონკრეტულ საკითხზე ფიქრი, იმიტომ რომ არაფერი არ იცვლება, მოდის საერთოდ არ ვიფიქრებ. ვიღაცა უიმედოდაც კი იყო და ზუსტად ეს სასიხარულო ცვლილება მოიტანს იმას, რომ თქვენ გექნებათ ცოდნა იმისი, რომ მე ეს მინდა და всё, ეს სიტუაცია ასე იქნება. და იმედს და შესაძლებლობას, რომ უფრო უკეთესად იყოს, უფრო სტაბილურად იყოს, ისე იყოს, როგორც ოცნებობისგან, ისე იყოს, როგორც გინდათ. ხო, თითქოს აქ შემიძლია ვთქვა, რომ აქ ჩვენი მსმენელის მაყურებლის რაღაც ცხოვრებისეული სიტუაცია უფრო ლაგდება. კი, კვერთხების დედოფალი აუცილებლად ზუსტადაც ლაგდება. ისე როგორც თქვენთვის არის მაქსიმალურად იდეალური. ასე რომ ვთქვათ, იქნება ეს ბიზნესი, იქნება ეს კარიერა, თუ იქნება ეს თქვენი პირადი ცხოვრება, თუ კიდე რაღაც სხვა სფერო, ხო? მაგრამ ზუსტად ისე, როგორც თქვენთვის არის სასიხარულო, სადაც თქვენ ხართ ჟარგონულად ვიტყვი, მოხოდილები და ენერგიით სავსე ხართ და მზად ხართ, რომ იმოქმედოთ. ძალიან მომწონს მე ეს რაც არის აქ. კარგი. მოდი მაშინ ამ დასტით ვიკითხოთ ახლა ჩვენ. ლენორმანის ორაკულის დასტა მაქვს და ამით ვიკითხოთ. ეს 17-ში, ანუ ხვალ, რომ გვაქვს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება, ხო? ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რას მოიტანს ეს თქვენ ცხოვრებაში? რას მოიტანს ეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელების ფაზა თქვენ ცხოვრებაში? აქ მინდა დავამატო, მეგობრებო, რომ ეს არ ნიშნავს მარტო 17 თებერვლის მოვლენებს. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა მარტო 17 თებერვალს რაღაც მოვლენები მოხდება და всё. ეს ამბები იწყებს ზეგავლენას ჩვენზე 2 კვირით ადრე და შემდეგაც. ხო, თვეები შეიძლება გავიდეს და მაინც ეს ამ ზეგავლენის ქვეშ ვიყოთ. და ასევე ახლა რა კარმული დერეფანიც არის, ეს დაბნელების კარმული დერეფანი, ხო, ასე უწოდებენ. ეს ჩაგვიყრის საფუძველს მომავალ 6-12 თვეზე. ასე რომ ხო, ყურადღებით ვიყოთ აქ. კარგი, რას მოგიტანთ, ხო, ეს ამბები რაც? ვაუ. მეგობრებო, აქ ბევრი თქვენგანი იპოვის ფუძეს, საკუთარი ცხოვრების ღერცს იპოვის, დაფუძნდება, აყვავდება, გადაიფუჩქნება, უფრო მეტ სიბრძნეს დაინახავთ, იპოვით და ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო მოიდგათ ფეხი. უფრო მეტად როგორ თქვა, ამოისუნთქოთ და მიხვდეთ, რომ ეს არის, რაც მე მინდა. შესაძლოა აქამდე ვერ ხედავდით რაღაცეებს, ან არ იყავით მზად რაღაცების დანახვისთვის, ან რაღაცეების გაცნობიერებისთვის და ზუსტად ეს ფაზა, ეს პერიოდი, ხო, ეს დაბნელებების დერეფანი დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო მეტად სიბრძნისეულად შეხედოთ რაღაც მოვლენებს და დაინახოთ და იგრძნოთ თქვენ ინტუიციის მეშვეობით, რა გახარებთ, სად გინდათ, როგორ გინდათ, ვისთან გინდათ, რა არის მთავარი, სად უნდა თქვენი ღუზა ასე ჩამოაგდოთ და всё, აქ მინდა, აქ ვჩერდები, ხო, რა წერტილია ეს, სად არის ეს, ხო? ეს დაბნელების დერეფანი ამას მოგიტანთ, ცოდნას რა მინდა, როგორ და ძალიან დიდ სიხარულს. აქ შემიძლია ასევე ვისთვისაც აქტუალურია ვისაუბრო სიყვარულის თემებზეც, ხო, აქ ბევრისთვის სასიყვარულო საკითხიც ძალიან აქტუალურად დგება, სადაც თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობა იგრძნოთ თავი აყვავებულად, ბედნიერად, სიყვარულით სავსე. ესეც. კარგი, კიდე, ეს მოგიტანთ ეს მზის დაბნელება და მთვარის დაბნელება. მეგობრებო, აქ პირდაპირ ჩდება ყველაფერი რა. აქ ახლა, რომც არ იცოდეთ ახლა ლენორმანი და უბრალოდ შეხედოთ ამ კარტებს, მე მგონი თქვენც მიხვდებით აქ რა ამბებიც არის. ვინც ოცნებობდა აქ პარტნიორზე და სტაბილურ ურთიერთობაზე და იმაზე, რომ თქვენ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი თავი, ან საერთოდ ახალი წიგნი დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში, გილოცავთ, იმიტომ რომ აქ არის ეს ოცნების აღთენა კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, ან ზოგადად პიროვნებასთან დაკავშირებით, თქვენს პირად ურთიერთობებში, სადაც თქვენ
შეგიძლიათ ისეთი სახის ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ და განავითაროთ, სადაც თქვენ იქნებით ბედნიერები თქვენც, ის მეორე ადამიანიც და ეს არ არის მოკლევადიანი ურთიერთობა, ეს იქნება ხანგრძლივი და სტაბილური. აქ არაჩვეულებრივი ამბებია. ძალიან სასიხარულო ამბებია, მინდა ვთქვა. ძალიან სასიხარულო ამბებია. კარგი, მაშინ რჩევა თქვენთვის აი ამ დაბნელების პერიოდში და ახალმთვარეობის ფაზაში, ამ 3 მარტამდე ასე რომ ვთქვათ, რაზე გააკეთოთ აქცენტი, ხო, რა რჩევა იქნება. იმოგზაუროთ თქვენს ინტუიციაში. თქვენს ინტუიციაში ჩაიძიროთ, ასე რომ ვთქვათ, მოусმინოთ თქვენს ინტუიციას, რადგანაც აქ ძალიან ბევრს თქვენგანს, აი ამ პერიოდში განსაკუთრებით ისედაც არის ეს, მაგრამ თქვენთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ, აქ ამ ფაზაში გაგიაქტიურდებათ კიდევ უფრო მეტად თქვენი შინაგანი ხმა, თქვენი ინტუიცია, კიდევ უფრო კვეთრი გახდება. აი თქვენი შინაგანი ინტუიცია გახდება თქვენი კომპასი. და აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება, რომ თქვენ ამ შინაგან კომპასს მიყვეთ და გახვეთ, რომ აი ამან მიგიყვანოთ ზუსტად იქ, სადაც საჭირო, იმიტომ რომ აი ზუსტად ამ პერიოდში თქვენთან სიზმრების მეშვეობით, შეგრძნების მეშვეობით, ინტუიციის მეშვეობით, ცოდნის დონეზეც მოვა ის ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ, რომ დაინახოთ, ან იგრძნოთ სად, როგორ, რანაირად, ან რა მიმართულებით წავმართო ჩემი ცხოვრება, რა მიმართულებით წავიდე, ხო? აი ამას მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება თქვენს ინტუიციას, დააკვირდით. დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს და არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ეს მონაკვეთი დაგეხმარებათ, რომ იმოგზაუროთ საკუთარ თავში, აღმოაჩინოთ თქვენი საკუთარი ინტუიცია და კიდევ უფრო მეტად განავითაროთ ის. ძალიან მომწონს, მართლა ძალიან მომწონს ახლა ეს შედეგები, აქ რასაც ვხედავ, ძალიან სასიხარულოა და მართლაც მოსალოცია ეს ყველაფერი. წყალი დავლიე. კარგი, მოდი კიდევ ვნახოთ მაშინ ახლა ჩვენ და ვნახოთ აი ამ დასტით. კიდევ ესეთი რა მნიშვნელოვანი სასიხარულო ცვლილება მოხდება ამ დღეების განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რა მნიშვნელოვანი. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება აქ. პირველ რიგში ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომ რასაც ელოდებოდით, რასაც მიტიროდით, აქ დასრულება ამის, კი, დასრულება აი ამ სიტუაციის, სადაც თქვენ ვიღაცას მიტიროდით, ან რაღაცას მიტიროდით და არ იყო განვითარება. და ეს უკავშირდება პირველ რიგში თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ხო, სადაც თქვენ არ გრძნობდით თავს ავსებულად, იყო სევდა, იყო მელანქოლია, აი ამ მომენტიდან გამოსვლა და რატომ ხდება ამ მომენტიდან გამოსვლა? თვითონ თქვენ აკეთებთ ამას თუ გარემოდან არის რაღაც. თვითონ თქვენ გარემოდან არის, რა თქმა უნდა, გარემოდან არიან ადამიანი, ვინც გეხმარებათ ამ სიტუაციაში, რომ აი ეს სიმძიმე დაასრულოთ და გამოხვიდეთ ამ მდგომარეობებიდან და ამ ვითარებებიდან, მაგრამ პირველ რიგში თქვენ თვითონ უღებთ ბოლოს სევდას, მელანქოლიას და წარსულში ხედვას ან ფოკუსირებას პესიმიზმსა და ნეგატივზე. თქვენ თვითონ ასრულებთ ამას, იმიტომ რომ თქვენ ხვდებით, რომ всё, ამის დრო აღარ არის. კარგი, კიდევ რა მოდის სასიხარულო თქვენს ცხოვრებაში? არ ვჩერდები. კიდევ რა და ამოვიდა აი აქ. აი ეს პენტაკლების რაინდი ისევ დუბლირება კარტის. აქ მოდის თქვენთან პიროვნება თქვენს ცხოვრებაში. ან უკვე მოსულია და ხდება განვითარება, ან მოდის თქვენს ცხოვრებაში. აქ მამაკაცია საუბარი. კი თუ არა, უმრავლესობისთვის აქ არის საუბარი მამაკაცზე, რომელიც აქ იქნება თქვენი სტაბილური სიყვარული. აქ დასამატებელი მართლა არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში აქ მოდის მამაკაცი, რომელიც აგავსებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ ვივსებთ ჩვენ თავს სულ, მაგრამ ეს ადამიანი ასევე გაჩუქებთ თავის სიყვარულსაც და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანთან ერთად გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება.
და აქ უკვე მეორეჯერ ამოყო თავი ამ საკითხმა. ასე რომ ვისთვისაც აქტუალურია, გაითვალისწინეთ განსაკუთრებით თქვენთვის არის ეს სასიხარულო ინფორმაცია აქ. კარგი, შედეგები ვნახოთ. მოდით, აი შედეგი, ხო? შედეგი ამ ყველაფრის, ის გადასარევი ამბები, რაც აქ ხდება, ამ ყველაფრის შედეგი ვნახოთ. კარგი, შედეგი, ხო? აი ამ ყველაფრის შედეგი თქვენ ცხოვრებაში. რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი, რომ შევაჯამოთ? არაჩვეულებრივ შედეგს. 3 უმაღლესი არკანი. არაჩვეულებრივ შედეგს გამოიღებს. შედეგი, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ ნებისმიერი ვითარება, ნებისმიერი სცენარი, ახალი ცხოვრება დაიწყოთ ახალი ფურცლიდან, ახალი შესაძლებლობებით, სიყვარულით, აი არ ვიცი, არაჩვეულებრივი. აქ ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო გაშლა არის, მინდა ვთქვა. კიდევ ერთხელ მინდა ამას ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი ამბები იქნება თქვენ ცხოვრებაში აქ და უკვე დაწყებულია ეს პროცესები და შედეგი იქნება არაჩვეულებრივი. თქვენ აქ შეგიძლიათ ააშენოთ ისეთი ცხოვრება და დაიწყოთ ისეთი ცხოვრება, რაზეც სულ ოცნებობდით. და ძალიან კარგია, ხო, ეს? კარგი, რა გააკეთოთ თქვენ, ხო? რითი გააქტიუროთ? ეს არაჩვეულებრივი მოვლენები. რითი გააქტიუროთ? კვერთხების მეფე. ეს ენერგეტიკულად კვერთხების დედოფალი. აქ ამოვიდა წყვილი, კვერთხების მეფე, კვერთხების დედოფალი, ხო? რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ? პირველ რიგში იყოთ ისეთ ენერგიებში, ცოცხალ, აქტიურ ენერგიებში. იმოქმედოთ, ხო? აკეთოთ ის, რაც მოგწონთ, სხვათა შორის ფიზიკური აქტივობებით თუ გრძნობთ, რა თქმა უნდა, თავს ისე, რომ აი მე მაქვს სურვილი და მზათა ვარ, ესეც ხელს შეუწყობს, ახალი იდეები, აი ეს ჭარბი კრეატიული ენერგია და ზოგადად ენერგია, რაც გაქვთ, რომ აი სადმე ჩადოთ, რაც ეგრევე მალევე გამოიღებს თავის შედეგს და შემდეგ ეს ენერგეტიკულად ზეგავლენას მოახდენს იმაზე, რომ ეს მოვლენები თქვენ ცხოვრებაში გააქტიურდეს. ამისთვის მთავარი არის, რომ თქვენ იყოთ ხნეთ, ოპტიმისტურად, პოზიტიურად განწყობილი, ცადოთ რაღაც ახალი, რაც გახარებთ, რაც სასიამოვნოა, არ შეგეშინდეთ და თამამად გადადგათ ნაბიჯები თქვენს ცხოვრებაში. ხო? ასევე მნიშვნელოვანია ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ დაბნელების დერეფანში ეცადეთ მოერიდოთ რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ცოტა აი 3 მარტის მერე გადმოწიოთ ეს ამბები, ხო? მანამდე, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რადგანაც ეს დერეფანი არაფერი არ ვაკეთო და საერთოდ დავიდო გულზე ხელი და ისე ვიჯდე. რა თქმა უნდა, არა. გააგრძელეთ თქვენი ცხოვრება, მაგრამ ეს ენერგია ჩადეთ რამე კრეატიულში, საკუთარ თავის განვითარებაში, გახსნაში, უფრო მეტად თვითშეფასების აწევაში, ხო? აი ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში, ხო? აი ამაში, რომ მე ცხოვრობდი ისე, როგორც ვოცნებობ, ვაკეთებდი იმას, რაც მომწონს და მახარებს, იმიტომ რომ დღესდღეობით ისე არის შექმნილი ყველგან ყველაფერი, რომ ადამიანი ვერ ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა. იმიტომ რომ იქ ბევრი მოვალეობები გვაქვს, იქ სოციალური როლები გვაქვს, ეს უნდა გავაკეთოთ, ის და სულ არის სიტყვა უნდა. ეს უნდა გავაკეთო, ეს უნდა გავაკეთო. და თქვენ სინამდვილეში რისი სურვილი გაქვთ, რომ გააკეთოთ, ხო? აი ამას დავუთმეთ აქ დრო. კარგი, მოდი ახლა ვნახავ რჩევას. რჩევა აქ თქვენთვის, რაც დაგეხმარებათ. რჩევა. ვორქშოპები და სემინარები. თქვენ თვითონაც რო იაროთ ვორქშოპებზე და სემინარებზე და თქვენ თვითონაც ასევე რომ ჩაატაროთ ვორქშოპები და სემინარები დაგეხმარებათ თქვენ, ხო? აი ეს რჩევა არის აქ, ესე იგი მეც ვითარდები და სხვებსაც ვანვითარებ. ეს არის თქვენი გასაღები ამ ეტაპზე, იყო მასწავლებელი და თან ისწავლა. ხო? აი ეს არის აქ რჩევა. ახლოსაც მოვიტან, ისეთ სურვილი აქვს. წაიკითხოთ. ბექგრაუნდზე მშენებლობა მიმდინარეობს ჩემი მეზობლის ეზოში და არ შეიტყოთ. ასეთი რჩევა, ასეთი საინტერესო გაშლა,
მართლა ძალიან დადებითი გაშლა, არაჩვეულებრივი ენერგიებით, არაჩვეულებრივი სასიხარულო ამბებით და იყოს ეს ასე ვუშვებ ამ დადებით სიტუაციებს თქვენსკენ, აუცილებლად ვისაც მოგეწონათ გაშლა, ვისთანაც რეზონირებს, არ დაგეზაროთ, აუცილებლად დამიწერეთ, როგორ რეზონირდა ხო თქვენთან. დაწერეთ უკავშირი, დალაიქეთ ეს გაშლა, გამოიწერეთ ჩემი არხივის, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე და ასევე ბედის მატრიცის სესიებზე. წარმატებებს გისურვებთ ყველას.